მოგესალმებით მაღაზია აპაჩიდან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იარაღის ფანრებზე. ეს იქნება All IT-ის ბრენდი და კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ ფანრებზე, რომელიც ჩვენს კარაბინებზე შეგვიძლია, კარაბინებზე და შაშხანებზე შეგვიძლია დავაყენოთ. ეს ბრენდი თვითონ არის ჩინური ბრენდი და არც ისე დიდი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა და თავისი ადგილი სწრაფად დაიკავა, რადგანაც ჯერ ერთი რომ მას აქვს ძალიან ფართო არჩევანის საშუალება, ზომების, ფორმების თუ დანიშნულების მიხედვით და გარდა ამისა, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოდის თავისი მაკომპლექტებლებით, დამტენით, სამაგრებით და ასე შემდეგ. ყველაფერი არის ლამაზად ჩაწყობილი და ჩალაგებული, თუმცა ყუთის სილამაზე ერთია და მეორე არის თვითონ პროდუქტის ხარისხი და როგორც ჩანს, ჯერჯერობით საკმაოდ ისე ვთქვათ, სანდოობის ასე თუ ისე მაღალი კოეფიციენტი აქვს. საქართველოში ძალიან გავრცელებულია ეს All IT-ის ბრენდი. ჩვენთანაც მაღაზიაში იყიდება ფაქტიურად ძალიან დიდი არჩევანი ამ ფანრებისა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად მცირე სეგმენტზე. ეს არის ოდინის სერია, მინი ოდინის სერია და ერთი განსხვავებული, რომელიც კლასით ასე ვთქვათ, გადის თითქმის იგივე მონაცემებით, ეს არის ჯავლოდ ტაკ მოდელი. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვყიდულობთ ფანარს, ანუ განსხვავებული მოთხოვნები აქვთ მონადირეებს, განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება გქონდეს ჩვენ იარაღზე დაყენების დროს თუ ამ ფანარს ვიყენებთ სახლის თავდაცვისთვის, რა ელემენტზე გვინდა, რა ინტენსივობით გვინდა, ზომაში დიდი უნდა იყოს თუ არა და ეს შესაბამისად ჩვენი იარაღის კომპლექტაციის მიხედვით გვაწყობს თუ არა გრძელი ფანის დაყენება, შემდეგ უკვე თვითონ დაყენების საშუალება, პიკატინის ლიანდაგზე უნდა დავაყენოთ, M-Lock-ის სამაგრზე თუ ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი განაპირობებს ასე ვთქვათ ჩვენს არჩევანს. ოდინის სერია არის ესეთი ძირითადი ტაქტიკური იარაღის ფანრების სერია, რასაც All IT უშვებს და ფაქტიურად აი ყველაფრის გათვალისწინება ხდება სხვადასხვა მოდელებში. ხშირად არის რომ გაუთვითცნობიერებელი მყიდველი ვიზუალის მიხედვით არჩევს ხოლმე ფანარს და კითხულობს რომ აბა მძლავრია თუ არ არის მძლავრი. წესით უკეთესი იქნება რომ ცოტა გავერკვიოთ ფანრის ძირითად მონაცემებში. ჩვენ ახლა მაგალითისთვის ავიღებთ კონკრეტულად ერთ მოდელს და ჩავყვებით ასე ვთქვათ რა აწერია მის ყუთზე და რა უნდა გავითვალისწინოთ და რას გვაძლევს კონკრეტული ეს განათების ინტენსივობა იქნება, ელემენტის ტიპი თუ ასე შემდეგ. ანუ თუ თქვათ ზომის მიხედვით ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ფანარი, რომელიც გვჭირდება, შემდეგ რაც უნდა გავითვალისწინოთ არის რა ელემენტებზე მუშაობს ეს ოდინის სერია და ჯავლოტის სერიაც, ასე ვთქვათ, მოდის ძირითადად სამი სახეობის ელემენტის, ეს არის დატენვადი ლითიუმ-იონის ელემენტები, ეს არის 18500, 18650 და 21700 ზომის ელემენტები. რაც უფრო დიდი არის ელემენტები, რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი ტევადობა აქვს და ტევადობის გარდა ასევე შეუძლია უფრო მეტი ვოლტაჟის გამოყოფა, რაც მერე შესაბამისად აისახება უკვე ფანრის სიმძლავრეში ხოლმე. რაც შეეხება ხა ფანრის სიმძლავრეს, ხშირად შევხვდებით ესეთ ლუმენებში ზომავთ, ასე ვთქვათ, ნათების რაოდენობას, რასაც გამოყოფს თვითონ ეს ფანარი ყველა მიმართულებით და ხშირად გონიათ ხოლმე, რომ რაც უფრო მეტი ლუმენი აქვს, ესე იგი უფრო მაგრად ანათებს, მაგრამ თლად ესე არ არის. გარდა ლუმენისა, გასათვალისწინებელი მომენტი არის კიდევ კანდელა, რომელიც მაჩვენებელი არის იმის, თუ რა ინტენსივობით ანათებს თვითონ ფანარი იმ შუქს. ანუ მე შეიძლება მქონდეს 2000 ლუმენიანი ფანარი, თუმცა მას მქონდეს ნაკლები კანდელა და ამის გამო ის მისი განათების ინტენსივობა იყოს ნაკლები, რასაც მე გაჩვენებთ მე პრაქტიკულ მაგალითზე, რომ როდესაც ჩვენ შევადარეთ მაგალითად აი ეგერ არის 1000 ლუმენიანი ჯავლოდ ტაკ მოდელი, შევადარეთ 2000 ლუმენიან ოდინს და სიშორეში, ანუ სინათლის კონცენტრაციაში ჯავლოდი ჯობს მას. ზემოდან აწერე კიდევაც, რომ მისი throw, ანუ თვითონ ასე ვთქვათ, სხივის გატყორცნის მანძილი არის 600 მეტრი და ამან არ უნდა დაგვაბნიოს და არ უნდა გვეგონოს, რომ 600 მეტრზე დავინახავთ, ან ვთქვათ, ცხოველს რასაც ნადირობთ, ან სამიზნეს, რასაც ღამის შეჯიბრის ან რაღაც ღამის სწავლის სიტუაციაში ვესვით. 600 მეტრი ეს არის თვითონ რამდენზეც ასე ვთქვათ, ეს შუქი წვდება და ჩვენ შემთხვევაში 600 მეტრზე ნამდვილად ვერ ხედავ, მაგრამ 200-250 მეტრი რეალურია და უკვე დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტიპის სამიზნეს ვესვით. თუ სამიზნე ოდნავ მაინც კამუფლირებს გარემოსთან და გარემოც არის მინდორზე სამიზნე დგას, მაგას დავინახავთ 250-ზე და გვისვრია კიდევაც გონგისთვის, მაგრამ ვერ დავინახავთ 200 მეტრზე გონგს, რომელიც სილუეტურად ასე ვთქვათ ერწყმის გარემოს. შესაბამისად, კანდელა არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ყველაზე შორს მსროლელი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში რაც გვაქვს, ეს არის 330 ლუმენიანი მაგალითად ოდინ ტურბო.
რომელსაც აქვს 275625 კანდელა და ფაქტიურად ეს ლაზერის სხივივით არის ძალიან ინტენსიური, ის არ გამოდგება სხვა საკითხებისთვის, კონკრეტულად მანძილზე, ასე ვთქვათ, ალბათ ძირითად შემთხვევაში სანადიროდ მანძილზე რაღაც ცხოველზე მისანათებლად, ან ფრინველზე მისანათებლად თუ გამოგვადგება. ანუ ჩვენ თქვით, რომ ესე იგი ლუმენი მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის კანდელას მაჩვენებელი. თუ ჩვენ გვინდა, რომ მხოლოდ სახლის თავდაცვისთვის გქონდეს იარაღი, რომელსაც ფართონათების, ასე ვთქვათ, კუთხე ექნება და გაანათებს ოთახიდან ოთახში, ამ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენთვის იყოს თვითონ ფანრის ზომები და ასეთი მოდელები არსებობს Odin Mini და Odin Short, რომელიც ეს აბრევიატურით აღინიშნება და შესაბამისად ზომაში არ არის ისინი დიდი, რამდენ ხანს მუშაობენ ამ ხუთებზე აწერა და როგორც ყოველთვის ნებისმიერ განათების წყაროზე, რაც არ უნდა საათები ეწეროს, არასდროს არ ემთხვევა ის რეალურ მონაცემებს. რეალური მონაცემები განპირობებულია, რა თქმა უნდა, გარემო პირობებით და გარემო პირობებს რო თავი დავანებოთ, ყოველთვის ის ცდება და ყოველთვის უფრო ნაკლებია, ვიდრე არის, ასე ვთქვათ, მოცემული. შესაბამისად, სახლის თავდაცვის იარაღისთვის, პომპაზე დასაყენებლად, კელტექსზე დასაყენებლად თუ რაც იქნება, ჩვენ გვჭირდება ისეთი ფანარი, რომელსაც, ასე ვთქვათ, ფართო განათების არეალი აქვს და ოთახში შენათების შემთხვევაში ნაკლები არე დაგვრჩება ჩვენ გაუნათებელი. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვინდა ისეთი ფანარი, რომელიც თან კარგად ფართოდაც გაანათებს და ოდნავ უფრო კონცენტრირებული ნათება იქნება, ამ შემთხვევაში უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ როგორი ფოკუსირებით ანათებს ის და რამდენი კანდელა აქვს მას. ეს არის დიდი ნათება. გონგი დგას 50 მეტრზე, 55 მეტრი. და აქვს კიდე პატარა ნათება. ეს. ჩავთავე ხა დიდი ნათებას და გავისვე 5 ტყვიას. Odini 2000 ლუმენიანი 300 აქვს throw. ეხლა ვნახოთ როგორ ანათებს. ეს არის დაბალი შუქი და ეს არის მაღალი შუქი. იდეაში ესეც გაშლილი არის. ეს არის Odin S-ი, 250 აქვს throw და 1500 ლუმენი. ეს არის Odin Turbo. სულ რაღაც 330 ლუმენი, მაგრამ კონცენტრირებული და throw აქვს 1000 მეტრი. და მართლა ძალიან შორს ანათებს. გარდა ამისა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შეიძლება კიდე შეგხვდეს ხუთზე. ნუ, რა თქმა უნდა, ყველა ფანრის ზომები და წონა არის აღნიშნული, თუ ეს ჩვენთვის გადამწყვეტია. ძირითად შემთხვევაში ასეთ ზომის ფანრებში წონა არ არის ხოლმე გადამწყვეტი და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის waterproofness, ანუ წყალზე მედეგობა და ამ შემთხვევაში შევხვდებით ორ IPX-ის სტანდარტს, ეს არის IPX8 და IPX4. IPX4 ამ შემთხვევაში ვერ უძლებს, ასე ვთქვათ, წყლის ქვეშ ჩაძირვას, ამას დეტალურად IPX-ის სტანდარტები შეგიძლიათ თქვენ თონაც ნახოთ რა რამდენ ხანს ძლებს, ხოლო IPX8 უკვე წყალმედეგია, ჩაძირვაზეც რაღაც კონკრეტულ სიღრმეზე ძლებს და შესაბამისად თამამად შეგვიძლია წვიმაში და წყალშიც მათ შორის გამოვიყენოთ ეს ფანარი. ასევე საინტერესოა ყოველთვის თუ რა რეჟიმები აქვს ფანებს და Odin-ის სერიების შემთხვევაში არც ჩავლოთ ტაკი არ არის გამონაკლისი, აქვს ორი ნათების რეჟიმი, მაღალი და დაბალი ინტენსივობის. რა თქმა უნდა, დაბალი ინტენსივობა უფრო დიდ ხანს ძლებს, მაგრამ ნაკლებად ანათებს, მაშინ როცა მაქსიმალური განათება გჭირდება, გვიწევს გადავიყვანოთ უკვე, ასე ვთქვათ, მაღალ ნათებაზე. ძირითადი მონაცემები არის ეს, გარდა ამისა, რაც მოყვება ყუთზე, ყოველთვის რაც მოყვება თვითონ ყუთში, ყოველთვის აწერია მას უკან და ამიტომ სანამ კონკრეტულ მოდელს აარჩევთ, არ დაგაბნიოთ ამან. ერთ-ერთი საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის რა იარაღზე აპირებთ დაყენებას და თქვენი იარაღს აქვს პიკატინის რელსი თუ M-Lock-ის სამაგრი. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ რომ სტანდარტულად Odin-ის სერია მოდის, ასე ვთქვათ, პიკატინის სამაგრით, პიკატინზე დასამაგრებელი სპეციალური სწრაფსამაგრით, რომელსაც მე როცა გავხსნი გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, და თუ ჩვენ გვჭირდება M-Lock-ზე დასამაგრებელი, უნდა ავიღოთ M სერია. ასევე არის Odin-ის ფანრის მოდელები, რომელსაც ინტეგრირებული აქვს მწვანე ლაზერი და ასეთ შემთხვევაში აღნიშნვა აქვს GL და თუ ჩვენ გვინდა, ასე ვთქვათ, ახლო მანძილზე სროლისთვის ლაზერის გამოყენება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ლაზერიანი მოდელიც ავიღოთ.
ჩემ პირადი აზრი ალბათ ის არის რომ ფანარი უნდა იყოს ფანარი და ლაზერი უნდა იყოს ლაზერი და ერთად რაღაც თემების 2-1 და 3-1 შერევა დიდად არ მომწონს, მაგრამ ესეც ინდივიდუალური არჩევანი არის და უნდა ითქვას რომ ეს ლაზერი მუშაობს, ან ნამდვილად მუშა ლაზერი არის, უბრალოდ რა თქმა უნდა ლაზერის და ფანარის ერთ ელემენტზეა და შესაბამისად უფრო მალე ასე ვთქვათ ამოწურავს ჩვენს ელემენტს. რა მოყვება ეხლა თითოეულ ასე ვთქვათ ჩვენს ფანარს. ჩვენ ავიღებთ ერთ კონკრეტულ მოდელს, მაგალითად სტანდარტული ზომის ოდინს, რომელიც პირდაპირ აწერია ოდინი, არაფერი ზედმეტ დამატება არ აქვს. ეს არის 2000 ლუმენიანი, 300 მეტრის throat-ი და ჩავყვებით რა მოყვება ამ ფანარს. თავიდან მოდის ძალიან ასე ვთქვათ მიმზიდველ და კარგ შეფუთვაში. მას გახსნის შემდეგ მოყვება მანუალი ზემოდან აწერია რა როგორ რანაირად. სხვადასხვა მოდელი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად ჩადებული. ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ფანარი თავის სამაგრთან ერთად არის ჩადებული ამ სპეციალურ ჩასადებში. ეს არის ჩვეულებრივი პიკატინის სამაგრი. პიკატინის სამაგრები ყველა არის ასე ვთქვათ სწრაფ გახსნადი და სწრაფ ჩაკეტვადი, განსხვავებით M-Lock-ის სამაგრებისგან და ეს ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ M-Lock-ის სამაგრს კი ჩვენ შეგვიძლია ხელით გადავუჭიროთ, მაგრამ ბოლომდე რომ კარგად მოუჭიროთ ხოლმე, გვჭირდება სახრახნისის გამოყენება. ანუ ამ ტიპის სამაგრზე მიდის როგორც M-Lock-ის, ასევე პიკატინის სამაგრი, უბრალოდ რო ვიცოდეთ სტანდარტულს მოყვება პიკატინის და შესაბამისად როცა გვჭირდება M-Lock-ზე გადამყვანი, ცალკე მოგვიწევს ამ შემთხვევაში ამის შეძენა. ხო, ეს არის ესე იგი ჩვენი თვითონ ფანარი, უკან აქვს ღილაკი რითიც ანათებს, თავიდან არ გაანათებს, იმიტომ რომ დამცველი ფირები იქნება ჩადებული, ასე ვთქვათ, ელემენტში. აი ეს მაგალითად არის 21.700-ზე და ასევე დამცავი ფირი აკრია ხოლმე წინა მხარეს. რა მოყვება კიდევ ოდინის სერიას? თითოეულ ყუთს ახატია ხოლმე რადევს შიგნით, ეს არის თვითონ დამტენი, დამატებითი სახრახნისებით და განჭი. გარდა ამისა, გვაქვს ეგრეთ წოდებული ბრტყელი, ასე ვთქვათ, პადი, რომელიც უკან მაგრდება მაგნიტურად და აქვს თავისი ჩამკეტი. ეს პადი შემდეგ უკვე იარაღზე დაყენების დროს მაგრდება პიკატინის რელსზე და მასზე დაჭერით შეგვიძლია ჩავრთოთ და გამორთოთ ჩვენი ფანარი. რამდენად მოსახერხებელი და საჭირო არის ეს პადი? ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ასე ვთქვათ. მაგალითად, ცოტა ისეთი ელიტური ქვედანაყოფები ფანარს არასდროს არ იყენებენ პადზე. რატო? იმიტომ რომ დიდი არის ალბათობა, რომ ხელი დაგეჭიროს. ჩვენი პატარა გამოცდილებითაც შეიძლება ითქვას, პადი იმისთვის არის, რომ დაგეჭიროს და ძირითად შემთხვევაში, ხდება ხოლმე ფანდის არასასრულ დროს განათება. ამისთვის თვითონ დავუკვირდეთ უკანა მხარეს ჩართავ ღილაკს. მაგალითად, ამისი ღილაკი არის გამოწეული, ან გამოშვერილი, ადვილად მიცდომადი არის ხელით და აქვს 3 ცალი პატარა დამცავი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკლები ალბათობა შეიძლება მასზე დაეჭიროს. ჯავლოტის შემთხვევაში, როცა მის, ასე ვთქვათ, შიგთავს ნახავთ, რომ მისი ღილაკი იმისთვის, რომ ხელი დავაჭიროთ, შიგნით უნდა ჩავყოთ თითი და ეს ერთი მხრივ გარანტიას გვაძლევს იმისას, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევით არ დაგვეჭირება. რაც შეეხება თვითონ ფანრის იარაღზე დაყენებას, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ შესაბამისი სამაგრით, იქნება ეს M-Lock-ითა თუ პიკატინით, ასე ვთქვათ. და შემდეგი საკითხი, ჩვენ არ ვილაპარაკობთ ისეთ ფანებზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ხამუთივით ეკრობა იარაღს, ზოგ 12 კალიბრიანს საერთოდ არ აქვს ეს სამაგრები ხოლმე და სანადირო იარაღზე ცოტა განსხვავებულად არის. ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკურ იარაღზე, როგორც AR-15-ის პლატფორმებია, M1 Springfield და ასე შემდეგ და ეხაც ამ შემთხვევაში, რასაც თქვენ ხედავთ, არის ზუსტად M1-ის კარაბინზე თავის პიკატინის გვერდით ამ მხარეს დაყენებული ოდინის ფანარი. ეხლა რა პრობლემა შეიძლება გქონდეს აქ? პირველი არის რა დაშორებით უნდა იყოს თვითონ ფანარი ლულიდან და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. წესით ახალი ფანები, რაც იარაღის ფანარი რაც გამოდის, გათვლილია იმაზე, რომ კომპენსატორმა ის არ უნდა გააფუჭოს და ჩვენ რაც ვისროლეთ, რაც გამოვცადეთ ეს ოდინები, დიდი ხანი ალბათ 1 წელია რაც მე თვითონ ჯავლოთ ტაკის მფლობელი ვარ და რაც მისვრია ჯერჯერობით ეს ფანარი არ გაფუჭებულა და ასე ვთქვათ წყობრში არის, შესაბამისად არ უნდა შეგვეშინდეს ის, რომ კომპენსატორის გასწრევ დაყენდეს, თუმცა უკეთესია, რა თქმა უნდა, ცოტათი უფრო უკან იყოს და არა კომპენსატორთან ახლოს. რა პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფანის აქ დაყენება. როდესაც ავანთებთ, ეგრევე დავინახოთ, რომ მარცხენა მხარიდან შემოვა ჩრდილი. შესაბამისად, ის მარცხენა მხარე, სადაც ლუ არის და რა ადგილსაც, ასე ვთქვათ, ვერ აფარეს, ჩვენ გვექნება მკვდარი ზონა ოთახებში. ამიტომ ეს მომენტი არის გასათვალისწინებელი. აქაც ეს კონკრეტულად ეს ამ იარაღზე პიკატინის სამაგრი გვაძლევს იმ
საშუალებას უფრო წინ მივწიოთ და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მას თუ დავაყენებთ უფრო წინა მხარეს. რა თქმა უნდა სხვადასხვა სიგრძის ფანრის შემთხვევაში ეს სიგრძეები უფრო კომპრომისული იქნება, თუმცა სტანდარტული ოდინის შემთხვევაში კონკრეტულად აი ამ ასეთი ზომის ფანარი და ვერ იტყვი რომ ის დიდია. შორტი და მინი კიდე უფრო მოსახერხებელი, ასე ვთქვათ, კომპაქტურობის მხრივ. კიდე ერთი მომენტი, რაც გასათვალისწინებელი გვაქვს, ამ შემთხვევაში გვაქვს იმის საშუალება, რომ თქვათ პიკატინის სამაგრი წინ გადავიტანოთ, რა უნდა ვქნათ ისეთი არაღზე, ეს არის მაგალითად ელემტის მოკლე ჰენდგარდი, რომელიც ძალიან მალე მთავრდება, ასე ვთქვათ, გაზბლოკთან, შესაბამისად ჩვენ ვაკ ფანარი დავაყენოთ, ფაქტიურად ძალიან დიდი ჭრილი გვექნება ლულის. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში თვითონ უშუალოდ ოდინის სამაგრი არ გამოგვადგება და უნდა ვიყიდოთ სპეციალური ემლოკის სამაგრი, რომელსაც აქვს წინ გაწევის საშუალება, ან რომელიც ფანარს დაიჭერს შედარებით წინა მხარეს, ამით ჩვენ მოვიგებთ, ასე ვთქვათ, სიგრძეს, მოკლე ჰენდგარდის შემთხვევაში და არ გვექნება იმ ხელა ჭრილი, რაც აქვს, რომ ეხლა მაგალითად ფანარი დავაყენოთ. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არ აქვს გრძელ ჰენდგარდიან 15 ინჩიან მაგალითად ჰენდგარდებს, რომელიც თითქმის ლულის დაბოლოებამდე ან კომპენსატორის დასაწყისამდე თუ ალმაქრის დასაწყისამდე მიყვება ხოლმე ლუას. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ გვაქვს და შემდეგი საკითხი გარდა დაყენების ადგილისა არის უკვე სად უნდა იყოს ჩვენი ფანრის ჩასართავი ღილაკი. მე როგორც გითხარით, შეგვიძლია რა თქმა უნდა პადის გამოყენება, თუმცა ეს ძირითად შემთხვევაში ძირითადად ძალიან ხშირად იწვევს ხოლმე მასზე დაჭერას, ასე ვთქვათ, და შეგვიძლია პადის გარეშე აქ უკვე გასათვალისწინებელია ის, რომ დამიზნების დროს რამდენად შევძლებთ ჩვენი ფანრის ბუნებრივად ჩართვას. რა თქმა უნდა, მე შემიძლია ხელი საერთოდ არ მოვკიდო, ესე ჩავრთო და მერე გამოვიყენო იარაღი, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ნაკლები ეფექტურია. იმისთვის, რომ მე შევძლო, ასე ვთქვათ, ამ ფანრის ბუნებრივად ჩართვა, კარგი იქნებოდა, რომ მე აქ მეყენოს პისტოლეტის სახელური. რადგანაც ამ შემთხვევაში პისტოლეტის სახელურზე ხელის მოკიდებით ცერათიც დავაწვებოდი და ჩაირთვებოდა მარტივად. იგივე თემა გასათვალისწინებელი აქვს, ასე ვთქვათ, საციან სროლებსაც. ამ შემთხვევაში უკვე ფანარი ალბათ მარცხენა მხარეს იქნება და აქაც თუ გვექნება პისტოლეტის სახელური, უფრო მარტივად ჩაირთვება. ანუ მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ეს პადის გამოყენება არ შეიძლება და არ გინდათ, ეს გემოვნების საკითხი არის, უბრალოდ ალბათ ჩემთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა პადის გარეშე, რადგანაც ბევრად უფრო ნაკლები შანსია იმისთვის, რომ ეს ფანარი ჩაირთვოს. რაც შეეხება ახლა ასე ვთქვათ, მცირე შეჯამებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ და მიიღოთ პასუხი, რა სახის მოდელი გჭირდება თქვენ და რა დანიშნულება ექნება ამ ფანარს, თქვენ თუ განსაკუთრებით მანძილზე მიწვდომა გჭირდებათ, ამ შემთხვევაში უკვე უნდა მიაქციოთ ყურადღება კანდელების რაოდენობას და თვითონ რამდენად კონცენტრირებული შუქი აქვს ფანარს. და შემდეგი, ანუ ამის მიხედვით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სამაგრთან ერთად. რაც შეეხება ხა შუალედურ არჩევანს, ალბათ მე რომ მკითხო, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის ჯავლოტი, თუმცა ხშირ შემთხვევაში რატომაც ეს ფანარი არ მოსწონთ ხოლმე, არის ის, რომ მის წინა მხარეს, ასე ვთქვათ, გაფართოება აქვს და ვიზუალზე ცოტა ისეთია, ცოტა დიდი შთაბეჭდილებას ტოვებს, არადა რეალურად საკმაოდ პატარა ელემენტზეა და წონებსაც თუ დავაკვირდეთ, საკმაოდ არ ოდინზე მძიმე, ასე ვთქვათ, ნამდვილად არ არის. მე მაგალითად თავის დროზე ავირჩიე ეს ფანარი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგანაც ის ინტენსივობით ახლო მანძილზეც კარგად ანათებს და მანძილებსაც წვდება. მეორე მხრივ, თუ რაც შეიძლება მინიმუმი პაკეტი გვინდა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უნდა ავიღოთ ოდინ მინი ან ოდინ შორტი, რომელიც პატარა იქნება და მეორე მხრივ სიმძლავრე იქნება იმისთვის, რომ სახლი, ოთახები და ახლო მანძილები, ასე ვთქვათ, გავანათოთ. ერთი პატარა გამოცდილება ქონდა ესეთი ღამის შეჯიბრზე, როდესაც ნისლი იყო და ვესწრებდით გონგებს 100-დან 200 მეტრის მანძილზე და ამ შემთხვევაშიც ოდინებმა არ იმუშავა, იმიტომ რომ მათ აკლდა კონცენტრაცია, ხოლო მაღალ კანდელიანმა ჯავლოტმა იმუშავა კარგად, იმიტომ რომ კონცენტრირებული შუქის გამო იმით უფრო უკეთესად ჩანდა სამიზნე, ვიდრე თქვათ გაფანტული ოდინის შუქით. ასევე საკმაოდ კარგად იმუშავა ლაზერმაც, რადგანაც ვიზუალურად უბრალოდ მას ცალკე გასწორება ჭირდება, რა თქმა უნდა და გათვალისწინება შესაბამისი, ასე ვთქვათ, ჰოლდების და ლაზერიც შორმანძილზე გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ ვთქვათ აირეკლება რკინის სამიზნეზე, კარგი გამოსაყენებელია. ასე რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, თუ გვინდა კომპაქტურობა, უნდა ვიყიდოთ პატარა ოდინი, თუ გვინდა მაინც და მაინც ოდინი, რომელსაც ლაზერი ექნება, ამ შემთხვევაში GL მოდელს აიღებთ და თუ გვინდა ძლავრი ოდინი 2000 ლუმენიან ოდინს ავიღებთ. ოდინ ტურბო არის კონკრეტულად უფრო სანადირო დანიშნულებით და კონცენტრირებული შუქისთვის, ხოლო ჯავლოტი თუ მის ვიზუალზე პრობლემა არ გვაქვს და რამე ძალიან მომწონს,
ამ შემთხვევაში ეს არის ყველაფრის კომპრომისი, ანუ ის ანათებს ახლო მანძილზეც, ანათებს კონცენტრირებულ შუქს შორ მანძილზეც და ერთი თქვათ რაც ოდინისგან შეიძლება დაიჩაგროს არის რომ შედარებით პატარა ელემენტი აქვს. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, მოიწონეთ მაღაზია Apache-ის გვერდი, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები და შემდეგ უკვე გადავალთ, ასე ვთქვათ, პისტოლეტისა და კელტეკის ფანებზე, რომელიც განხილვასაც მომავალში შემოგთავაზებთ.